უკრაინა იზოლირებს ხივიმს და ანადგურებს ოკუპანტების ლოგისტიკას ფრონტზე. უბრალოდ ასე კი არ ხდება. გამოცემა Foreign Policy იუწყება, რომ უკრაინული კამპანია რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის განადგურებისთვის ოკუპირებულ ყივიმში და უკრაინის მატერიკულ სამხრეთში თანმიმდევრულად ქმნის პირობებს მომავალი უკრაინული კონტრშეტევისთვის რუსული ჯარების პოზიციებზე, რომლებიც საჭირო რესურსების გარეშე რჩებიან. სწორედ ესაა ის, რაზეც ადრე ჩემს გამოშვებებში გესაუბრებოდით. უკრაინის შეერაგებულმა ძალებმა აირჩიეს ტაქტიკა, რომ პირდაპირ არ შეებრძოლონ რუსებს, არამედ გაანადგურონ ოკუპანტების ლოგისტიკა, რათა მათ თავად მოუწიოთ გააქცევა უკანა ხაზიდან მხარდაჭერის გარეშე. და რუსების ლოგისტიკაზე დართმევმა უკვე გამოიღო შედეგი. რუსეთის ფედერაციის შეტევა წლის განმავლობაში 16 ჯერ შენელდა. ბოლო თვეში ოკუპანტებმა უკრაინაში მხოლოდ 30 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. ამის შესახებ წერს ომის კვლევის ინსტიტუტი. და ეს მიუხედავად ვლადიმირ პუტინის ყველა მტკიცებისა, რომ რუსეთის არმია ფრონტის მთელ ხაზზე წინ მიიწევს. როგორც მან თქვა, ბიჭები ყოველდღე უთხრამენ. გარდა ამისა, 4 წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინს დიდწილად მაინც შეეძლო, როგორღაც დაეცვა რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომის ეკონომიკური შედეგებისგან, მაგრამ ეხლა ეს შეიცვალა და რუსები საკუთარ თავზე გრძნობენ ომს. და რაც თავარია, ევროპაში დაინახეს შესაძლებლობა ამ ყველაფერში. ომი უკრაინაში გადამთქვეთ ფაზაში შევიდა და ამ მომენტით უნდა ისარგებლონ კიევის მოკავშირეებმა. ეს იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადება. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება ფული, რათა აწარმოოს შეიარაღება და კონდეს შესაძლებლობა დაიცვას თავი რუსეთისგან, ხოლო ევროპას ეს ფული აქვს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავითხრებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ. ეს იყო პირდაპირ პრეამბულა. ეხლა კი გადავიდეთ არსზე. დღეს გამოვიდა საინტერესო მასალა ჟურნალის Foreign Policy ჟურნალისტის, პოლ ჰაკენოსის. ის წერს, რომ უკრაინული კამპანია რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის განადგურებისთვის ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის მატერიკულ სამხრეთში თანმიმდევრულად ქმნის პირობებს მომავალი უკრაინული კონტრშეტევისთვის რუსეთის ჯარების პოზიციებზე, რომლებიც დარჩენილი არიან აუცილებელი რესურსების გარეშე. ავტორი აღწერს აპრილში დაწყებულ კამპანიას, როდესაც უკრაინამ დრონების დახმარებით დაიწყო დართმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ლოგისტიკის მარშრუტებზე. საწვავის სატვირთოებზე ნადირობიდან გზებზე, ქერჩის გადმოსასვლელზე, ბორანების განადგურებამდე. მასალაში ნათქვამია, რომ ასეთი კამპანიის შედეგები ბევრად ცდება სამოქალაქო მოსახლეობისთვის შექმნილ დისკომფორტს. უკრაინული დათმებმა უკვე გამოიწვია საწვავისა და საბრძოლო მასალის დეფიციტი ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში. შემდეგ მოვიყვან Foreign Policy-ის ციტატას. უკრაინის მიერ სამხრეთის ფრონტზე საწვავის მიწოდების შეწყვეტა პარალიზებას უკეთებს რუსეთის სამხედრო ლოგისტიკას და იზოლაციას უწევს რუსულ ძალებს. ეს ართულებს ჯარების როტაციას, დაჭრილების ევაკუაციას და იარაღის მიწოდებას. უკვე მაისში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ლოგისტიკური ბლოკადის სტრატეგია, რომლის მიზანიც არის ყირიმის მატერიკულ რუსეთთან იზოლირებული კუნძულად გადაქცევა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი განაცხადა, რომ მიზანია ნახევარკუნძულის მოწყვეტა რუსეთის მომარაგების გზებიდან და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება, რათა რუსული ოკუპაცია ეტაპობრივად დასუსტდეს. ამერიკული ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯორჯ ბაროსი მიიჩნევს, რომ უკრაინა ამჟამად ქმნის მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს მომავალი შეტევითი მოქმედებებისთვის. როგორც მან განაცხადა, ციტატა, უკრაინა ამჟამად ქმნის ბრძოლის ველს. ექსპერტის თქმით, უკრაინული ძალები ეტაპობრივად ხდიან რუსეთის თავდაცვას უფრო მოწყვლადს, ხოლო თავად კონტრშეტევა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მოწინააღმდეგის ხანგრძლივი დასუსტების შემდეგ, რასაც სწორედ ახლა აკეთებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. გარდა ამისა, მან არნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კამპანიას აქვს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური ეფექტიც. აღნიშნულია, რომ კრემლი უკვე აგზავნის ყივიმში უფრო დიდ კონტინგენტებს ფსბ-ს თანამშრომლებისგან. ალბათ მომავალში ხალხის უკმაყოფილებასთან საბრძოლველად. ექსპერტის თქმით, რუსეთი იძულებულია დამატებითი ჯარები და სააერო თავდაცვის საშუალებები გადაიყვანოს ნახევარკუნძულზე მომარაგების მარშრუტების დასაცავად.
ანუ ყირიმისთვის საფრთხის შექმნით, უკრაინა არა მხოლოდ ართულებს რუსული ჯარების მომარაგებას მთელ სამხრეთის ფრონტზე, არამედ აჩვენებს რუსულ საზოგადოებას, რომ ნახევარკუნძულის ოკუპაციამ არ უზრუნველყო ის უსაფრთხოება, რასაც კრემლი დაპირდა მის დაპყრობის შემდეგ 2014 წელს. და აი ლოგისტიკაზე დართმევმა უკვე შედეგი გამოიღო. ომის შესწავლის ინსტიტუტმა დათვალა, რომ ივნისში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 30 კვადრატული კილომეტრია. ანუ რუსეთის არმიის საშუალო წინსვლის ტემპი უკრაინაში დაახლოებით 1 კვადრატული კილომეტრია დღეში. ეს მთელ ფრონტის ხაზზეა. 1 კვადრატული კილომეტრი დღეში. შედარებისთვის ანალიტიკოსებმა მოიყვანეს 2025 წლის ივნისის მონაცემები. მაშინ რუსეთის არმიამ დაიკავა 481 კვადრატული კილომეტრი, საშუალო დღეში 16 კვადრატული კილომეტრით წინსვით. ამგვარად რუსეთის შეტევის სიჩქარე წელიწადში დაახლოებით 16 ჯერ შემცირდა. ომის შესწავლის ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობები უკვე წელიწადზე მეტია, ძირითადად ნელი და ეტაპობრივი ხასიათისაა. მაშინაც კი როცა 2025 წელს რუსეთის წინსვლის ტემპი უფრო სწრაფი იყო, ანალიტიკოსები ამას ფაქტობრივად ნაბიჯ-ნაბიჯ შედით შეტევად აფასებდნენ. როგორც ინსტიტუტში აღნიშნეს, რუსეთის არმიის წინსვლის სიჩქარე სტაბილურად მცირდებოდა 2025 წლის ნოემბრიდან. ოკუპანტებს ასევე ვერ შეძლეს ტერიტორიების დაბრუნება კონტროლქვეშ, მას შემდეგ რაც უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევებმა კუპიანსკისა და ალექსანდროვსკის მიმართულებებზე 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის გაზაფხულზე შედეგი გამოიღო. თუმცა შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე საჯაროდ გამოაცხადა ეს ტერიტორიები დაპყრობილად. მაგრამ ისინი უკან დაიბრუნეს და რუსებმა ვეღარ შეძლეს მათი ხელახლა დაპყრობა. და აი ანალიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ რუსეთის ჯარების ძირითადი ტერიტორიული მიღწევები კვლავ კონსტანტინოვკის რაიონშია, დონეცკის ოლქში, რაც რუსეთის ფედერაციის მთავარი მიმართულება. თუმცა იქაც კი რუსებმა შეძლეს მხოლოდ ნელი ტაქტიკური წინსვლის მიღწევა ქალაქის განაშენიანებაში, თანაც ძალიან დიდი დანაკარგების ფასად. 2026 წლის პირველი ნახევრის 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებისას, ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს რუსეთის შეტევის მნიშვნელოვანი შენელება. მათი თქმით, 2025 წლის პირველ 6 თვეში რუსულმა ჯარებმა დაიკავეს 2190 კვადრატული კილომეტრი. ამავე პერიოდში 2026 წელს მათ მხოლოდ 622,5 კვადრატმეტრით შეძლეს წინსვლა ან შეღწევა. ანუ 2026 წელს რუსულმა არმიამ მხოლოდ 28,5% მიიღო იმ ტერიტორიისა, რაც მანამდე დაიკავა. ან რაც მან დაიკავა წინა წლის პირველ 6 თვეში. და ეხლა ვლადიმირ პუტინი ბოლო 2 კვირის განმავლობაში არ ვიცი ალბათ 10 ჯერ მაინც გაიმეორა და არწმუნებს რუსებს, რომ რუსეთის ფედერაციის არმია ყველა ფრონტზე წინ მიიწევს. როგორც მან თქვა, არ არსებობს ფრონტის არც ერთი მონაკვეთი, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები წინ არ მიიწევდნენ. როგორც მან განაცხადა 1 კვირის წინ, ბიჯები ყოველდღე ურთხამენ, ყოველდღე წინ მიიწევენ და ასე შემდეგ. საერთოდ პუტინი ყველანაირად ცდილობს რუსული საზოგადოება ინფორმაცია მიაწოდოს იმაზე, რომ მოусმინეთ, თქვენ თავზე დრონები დაფრინავენ. ნავთ რომ გადამამუშავებელი ქარხნები ფეთქდება, ბენზინი არ არის. თქვენ რიგებში ბენზინგასამართ სადგურებზე უბრალოდ დღეები ზიხართ. კი, პრობლემები არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ ფრონტზე ჩვენი ბიჭები ყოველდღე უთხრამენ. ამით რუსმა, როგორც საშუალო სტატისტიკურმა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ კი, ეს თითქოს ჩემი ცხოვრების პრობლემებია, მაგრამ სამაგიეროდ არმია წინ მიდის. მაგრამ როგორც ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში აღინიშნება, მიუხედავად მცირე ტერიტორიული წარმატებებისა, რუსეთის არმია მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის, როგორც ცოცხალ ძალაში, ასევე ტექნიკაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რუსეთის ჯარების დანაკარგებმა თითქმის 40,000 მოკლსა და დაჭრილ ადამიანს მიაღწია. ანუ თითოეულ დაკავებულ ან ინფილტრირებულ კვადრატულ კილომეტრზე დაახლოებით 1299 რუსული დანაკარგი მოდიოდა. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, თითქმის 1300 მოკლული და დაჭრილი ადამიანი მხოლოდ 1 კვადრატული კილომეტრის დასაკავებლად. კიდევ ერთხელ შედარებისთვის რომ გავიგოთ, რამდენად ძლიერი იბრძვიან ბიჭები ფრონტზე, 2025 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციამ დააკარგა დაახლოებით 32680 სამხედრო მოსამსახურე.
ეს შეადგენდა დაახლოებით 68 დაკარგულს თითოეულ დაკავებულ კვადრატულ კილომეტრს. ანუ წლის განმავლობაში რუსეთის დანაკარგების რაოდენობა თითოეულ დაკავებულ ტერიტორიაზე თითქმის 20 ჯერ გაიზარდა. ეს ჩვენი უპილოტო სისტემების ძალების უზარმაზარი დამსახურება. ანუ უპილოტოები ფრონტზე ნამდვილად იძლევა შედეგებს. 20 ჯერ მეტი დანაკარგი თითოეულ დაკავებულ ტერიტორიაზე. და საბოლოოდ ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგები შეტევის სუსტი ტემპების ფონზე მიუთითებს უკრაინული დარტყმების ეფექტურობაზე, რუსეთის სამხედრო ობიექტებზე, ლოგისტიკასა და სარდლობის პუნქტებზე უკანა ხაზში. ამავე დროს Deep State-ის ანალიტიკოსების აზრით, უკრაინაში ომში გარდამტეხი მომენტი მწიფდება და მოვლენების განვითარება უკრაინის სარდლობის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. მათი თქმით, ციტატა: თუ მაისში 2 ნაბიჯი წინ გადავდგით, ივნისში უკვე 1 ნაბიჯი წინ და 1 უკან გადავდგით. მათ დაამატეს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებების ჩვენება ამ ეტაპზე ტერიტორიული თვალსაზრისით პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ეტაპზე ტერიტორიის გათავისუფლებას მიზნად არ ისახავენ. ანუ შედეგის ჩვენება მხოლოდ კვადრატული კილომეტრებით არ არის მიზანი. ჯერ საჭიროა რუსების ლოგისტიკის განადგურება. ასევე Deep State-ში განაცხადეს, რომ უკრაინა ნელ-ნელა სამწუხაროდ კონსტანტინოვკას კარგავს. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთ-უკრაინის ომში ფრონტის ხაზი ძირითადად სტაბილიზირდა სტრატეგიულ დონეზე, მაგრამ რჩება პრობლემური მიმართულებები და მათ შორისაა კონსტანტინოვკა. ასევე რუსები უტევენ გულიაიპოლის, ლიმანის რაიონში და სლავიანსკის მიმართულებით. ამ ფონზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ეს მომენტი უნდა გამოიყენონ კიევის მოკავშირეებმა. მისი თქმით, უკრაინას ფული სჭირდება, რათა აწარმოოს შეიარაღება და კონდეს შესაძლებლობა დაიცვას თავი რუსეთისგან. ხოლო ევროპას მისი თქმით, ასეთი ფული აქვს. ის მიიჩნევს, რომ ეს მათი საერთო პასუხისგებლობაა, არ დაასუსტონ ძალისხმევა ამ მიმართულებით. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ნატოს ანკარის სამიტზე, რომელიც 7 და 8 ივლისს გაიმართება, დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი ფონდის შექმნა 40 მილიარდი ევროს ოდენობით. ამ თანხიდან 12 მილიარდი ევრო სწორედ გერმანიამ უნდა გამოყოს. გახსოვთ, ერთ-ერთ წინა გამოშვებაში ჩვენ თქვენთან ერთად ვითვლიდით, რომ თუ ეს ფონდი შეიქმნება, უკრაინის სამხედრო ბიუჯეტი წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბიუჯეტს გადააჭარბებს. აი ასე ინტერვიუში Der Spiegel-თან პისტორიუსმა განაცხადა, რომ დღევანდელი ბუნდესვერი, ანუ გერმანიის შეიარაღებული ძალები, უფრო საბრძოლოუნარიანი გახდა ვიდრე 2022 წელს. და ამაში უკრაინის წვლილიც არის. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. რა თქმა უნდა, ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს. ბევრი შეკვეთილი ჯერ საწყობებში არ არის. მაგრამ დღეს ჩვენ სრულად სხვა მდგომარეობაში ვართ ვიდრე 3 წლის წინ. ჩვენი პირადი შემადგენლობა იზრდება. ჩვენ სრულად სხვანაირად ვსწავლობთ. ჩვენ ბევრად მეც ვაშენებთ ვიდრე წინა წლებში და ვითვისებთ ახალ შესაძლებლობებს. პირველ რიგში დრონებს. ვიყენებთ ყველაფერს, რასაც უკრაინის გამოცდილებიდან ვსწავლობთ. და ამ ფონზე გამოცემა პოლიტიკო დღეს წერს, რომ 4 წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინს დიდწილად გამოსდიოდა რუსების უკრაინის წინააღმდეგ ომის ეკონომიკური შედეგებისგან დაცვა, მაგრამ ეხლა ეს შეიცვალა. როგორც წერს პოლიტიკო, უკრაინული რაკეტებისა და უპილოტო აპარატების დარტყმებმა საკვანძო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო კვირებში ომი გადააქცია შედარებით უმნიშვნელო გამაღიზიანებლიდან, რომელსაც რუსების უმეტესობა უგულებელყოფდა, დაუყოვნებელ და სულ უფრო მწვავე საწვავის კრიზისად. ამასთან ზარალის მასშტაბები ფრთხილად იმალება. რუსეთმა შიდა საწვავის ფასები იმ ეკონომიკური მონაცემების სიაში დაამატა, რომელსაც აღარ აქვეყნებს. თუმცა რუსები საკუთარი თვალით ხედავენ სიტუაციის გაუარესებას. სოციალური ქსელები სავსეა ვიდეოებით, სადაც მზღოლები ბენზინის გამო ერთმანეთს ესხმიან თავს. ან მანქანების რიგებში, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურზე ელოდებიან არეულობას აცხობენ. YouTube-ზე ამ ვიდეოებს არ გაჩვენებთ, მაგრამ ინტერესისთვის უბრალოდ დაგუგლეთ ან Telegram-ის არხებში მოძებნეთ, როცა რუსი ქალები და კაცები პირდაპირ ჩხუბში ერთვებიან. ისინი ერთმანეთს ეჩხუბებიან, თმას აძრობენ, მანქანებს ურტყამენ იმისთვის, რომ ბენზინი ჩაასხან და პატარა ბიდონში გადაიღონ. უფრო სწორად, არა, ბიდონში არ შეიძლება. მანქანაში 20 ლიტრი ბენზინის ჩასხმა. აი ამ 20 ლიტრი ბენზინის გამო ისინი ბენზინგასამართ სადგურებზე ჩხუბობენ. განსაკუთრებით სასაცილოა იმის ხურება, როგორ ესხმიან თავს რუსი ქალები. არ დავმალავ, ეს სექსიზმი არ არის, რადგან ეს რუსებს და უთხრამენ ამ მანქანებს. მოითხოვენ რომ წინ გაატარონ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ვამბობ რუსი ქალი, ეს სექსიზმი არ არის, რადგან ეს რუსებს ეხება.
სხვა ქალებთან მიმართებაში ასე დამოკიდებულებას არასდროს დაუშვებ. აი ასე, ეხლა უკრაინა მიზანმიმართულად ესხმის თავს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებს, რომლებსაც რუსეთი დამოუკიდებლად ვეღარ შეაკეთებს ან ჩაანაცვლებს. ეს ნიშნავს, რომ საწვავის დეფიციტის პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. ეხლა კი მოვიყვან პოლიტიკოსის ციტატას. ბენზინის რაოდენობა. ბენზინი, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომია რუსეთში, განისაზღვრება უკრაინული დრონებისა და რუსული სარემონტო ბრიგადების შეჯიბრებით. თუ უკრაინული თავდასხმების სიხშირე შენარჩუნდება და თითოეული თავდასხმის შედეგად ზიანი გაიზრდება, უპირატესობა კიევს გადაეცემა. ზუსტად ამას ვაკვირდებით ახლა. აქაც უნდა გავიგოთ, რომ ჯერჯერობით რუსები უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებენ. საქმე იმაშია, რომ საწვავის ფასები, როგორც წესი, დიდ, შეიძლება ითქვას, უზარმაზა გავლენას ახდენს საერთო ინფლაციაზე. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გააფრთხილა, რომ ფასების ბოლო ნახტომს დიდი ალბათობით უფრო გრძელვადიანი შედეგები ექნება, ვიდრე ეს წარსულში იყო. ამავე დროს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და საიდუმლო ხარჯები ახლა თითქმის ნახევარს შეადგენს სახელმწიფო ხარჯების საერთო მოცულობის. ლიკვიდური აქტივები ეროვნული კეთილდღეობის ფონდში, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ნავთობის ფასების ეკონომიკური მერყეობის შესამსუბუქებლად, ამ დროს შემცირდა. ალბათ 2022 წლის დასაწყისში MŠP-ის 7%-დან 2024 წლის აპრილისთვის მხოლოდ თითქმის 1.5 MŠP-მდე. ანუ ვლადიმერ პუტინის კუბის შეჭკას ფონდი ომისთვისაც თითქმის ამოწურულია. ასე რომ საწვავის დეფიციტს, როგორც თითქვიან, მხოლოდ პუტინი არ გრძნობს. ამას შედეგები კიდევ ძალიან დიდხანს იგრძნობა. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ დროს გააგრძელებენ რუსეთის წინააღმდეგ დარტყმების მიყენებას. აქ წერტილს დავშალ. თქვენი აზრი და დაშკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ეს იყო ყველაფერი. იზრუნეთ საბუთარ თავზე. ყველას მშვიდობა. გაგრძელება.